გამარჯობა, მიესალმებით შუადღის მაყურებელს, რუსთავიას უყურებთ და ტრადიციული ჩამოყალიბებული ტრადიციის მიხედვით 2-ის ნახევარზე ყოველ დღე ჩვენ თქვენთან ერთად ვართ. დღეს არის ლიკა 4 შაბათი. მოვიზადე საგანგებოდ ამისთვის, დღეს 4 შაბათია და დღეს ჩვენთან ერთად არის სანდრო კვიტაშვილი, რომლის დღეს ოფიციალურად 5 შაბათია, მაგრამ ხვალ ჩვენი გადაცემა ეთერში არ იქნება. 26 მაისს აღნიშნავთ და აქედან გამომდინარე დღეს არის სანდრო ჩვენთან ძალიან საინტერესო თემით. მე შეგახსენებ კიდევ ერთხელ რომ ჩვენი გადაცემის მოსმენა შესაძლებელია რადიო ქალაქის ეთერში FM 101 და 9 მიესალმები ჩვენს რადიო მსმენელსაც. ყველა ქვეყანას აქვს თავისი ეროვნული დღესასწაული, ჩვენთვის ეს ნამდვილად არის 26 მაისი, დღე როდესაც საქართველოს გამოაცხადა დამოუკიდებლობა და მთელ რეგიონში პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა გახდა. არჩეულ იქნა პირველი პარლამენტი და პირველი მთავრობა, უმრავლესობის წარმომადგენლები იყვნენ სოციალ-დემოკრატები, თუმცა მოხდა ისე, რომ დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მხოლოდ 3 წელი იარსება, იმიტომ რომ მოგეხსენებათ 1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკებმა აიღეს თბილისი და მთავრობა იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველო. მთლიანად მთავრობა წავიდა ემიგრაციაში საფრანგეთში, მათ შეუერთდა ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც აქედან გაყვა მთავრობას, იმიტომ რომ წარმოუდგენელი იყო ცხოვრება და ძირითადად დაფუძნდა ასე ვთქვათ ქართული სული და ხალხი ყველანი ლევილში, საფრანგეთში, პარიზთან მახლობლად. ვისაც გახსოვთ აქ უმეტესობას ვიმძივართ 80-იან წლებში, მე მაგალითად სკოლაში ისე ვასწავლეს, რომ ძალიან სწრაფად ჩაირბენეს ეს 3 წელიწადი, პრაქტიკულად არც უსწავლებიათ ნორმალურად. და 26 მაისი აქტუალური გახდა და ასე ვთქვათ უფრო მეტმა მასობრივად ხალხმა გაიგო ამის შესახებ 80-იანის ბოლოს. და მადლობა ღმერთს უკვე 20 წელი ამაზე იმოხდა ხვალ ძალიან დიდი ზეიმი საქართველოს. ქართული ემიგრაცია, რომელიც 10 წლის განმავლობაში მოწყვეტილი იყო საკუთარ სამშობლოს და თვალითაც კი არ ჰქონდა ნახე, რომელსაც მათმა წინაპრებმა თავი შესწირა, ბოლო 10 წელია რაც შეძლეს დაბრუნება და დაფუძნება, ასე ვთქვათ, საქართველოში. საქართველოს პირველი რესპუბლიკის, იგივე პირველი პრეზიდენტი, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, პირველი პრეზიდენტის შთამომავლები იქნებიან დღეს ჩვენი სტუმრები და ესენი გახლავთ ნოე ჟორდანიას ქალვაჟი რეჯებ და ნათელა ჟორდანიები და შვილიშვილი ირენ ციციშვილი. მე მინდა მათ ხოლ სტუდიაში. მობრძანდით, გთხოვთ. კი ბატონო. მოდი აჩვენოთ. ჩვენი იქით გადავიდეთ. ჩვენ მოგვიწევს დღეს თარჯიმანთან ერთად საუბარი. Dacă შეგასწრებთ რომ ბატონი სანდრო კვიტაშვილი ჩვენს გეონდელი დღის წამყვანი ჟორდანიების სიძე გახავთ, ასე რომ ბატონ სანდრო უწევს როგორც წამყვანის ასევე სტუმრის ატუსს დღეს ჩვენთან ერთად ყოფნა. ეხლა როგორ არის იცი აი ის რო არის იპოლიტე შევედა ჩემი ცოლის მამა ჩემი ცოლის მამიდა ჩამოთვალეთ გაგვასანით. მინდა წამოვიდეთ ხაბატონი ნინი ნათელა ჟორდანია ბატონი რეჯები, ხაბატონი ირენე ციციშვილი და მინდა ასევე ძალიან მადლობა გადავუხადო ხაბატონ ნინო ხარაზიშვილს, რომელიც კახეთის უნივერსიტეტის პროფესორი და დღეს გვეხმარება ფრანგულის საქმეში, იმიტომ რომ მართალია ყველა მათთაგანს ქართული კარგად ესმის, მაგრამ მაინც ჯობია რომ ფრანგულად იყოს დიალოგი. მე მინდა ბატონ რეჯებს ვკითხო, როდესაც ის წარსულს იხსენებს, ყველაზე მძაფრად რა ახსენდება მამასთან დაკავშირებული? Il faut parler plus fort, sans ça j'entends pas. Quel est votre le plus fort souvenir de la France? De la France? Oui, de la Géorgie et de la France. Mon premier souvenir de la Géorgie date de 1990. La Géorgie même. Mais depuis que j'étais tout petit, j'ai toujours entendu parler de la Géorgie. Qui était pour moi une terre mythique et légendaire. Parce que naturellement, avec mon père qui était tous les Géorgiens venaient toujours chez mon père et tous me racontaient des histoires sur la Géorgie.
Et mon père lui-même racontait des histoires, surtout sur Landshut. Et alors mon impression est que Landshut était l'endroit le plus important de la Géorgie. Suivi par Ozurgeti. Est-ce que vous vous souvenez de votre père? Bon, bien sûr, parce que mon père est mort à l'âge de 85 ans et nous étions déjà, ma soeur et moi, il est mort en 53, donc nous étions tous adultes. Et naturellement, nous nous en souvenons de lui comme s'il était là. Მაკარგად მახსოვს მამაჩემი, რადგანაც მან დიდხანს იცოცხლა, იგი გარდაიცვალა 85 წლის ასაკში, 53 წელში და მეც და ჩემი დასაც ძალიან კარგად გავახსოვს მამა, რადგანაც როდესაც გარდაიცვალა, ჩვენ უკვე ვიყავით მოზრდილები. ქალბატონ ნათელას მინდა ვკითხო. დედა, როგორც გავიგეთ, ძალიან საინტერესო ბიოგრაფიის ქალი იყო და თუ შეიძლება მოგვიყევით. Nous savons que votre mère a une biographie très intéressante. Est-ce que vous pouvez nous raconter? Ma mère était du nord de la Russie. Son père était pauvre d'un petit village. Il n'avait jamais quitté, mais il était d'une érudition énorme. Il a envoyé Ina à Paris faire du droit. En 1900. Avec très peu d'argent. Voilà. Et elle, comme les Jordaniens, ils avaient, c'est pas tellement l'intelligence, mais autre chose, des intuitions, ce qu'ils ont pu entendre des passés des pays libres, des philosophes. Et c'est comme ça qu'ils sont entrés en dissidence, si on peut dire, et leur idéal, c'était une république. დედაჩემი ისევე როგორც ნოე ჟორდანია იყვნენ ვერ ვიტყვი განათლებული ადამიანები, მაგრამ მათ ჰქონდათ ასევე ინტუიცია, რომელიც მათ წარსულიდან მოსდევდა და სწორედ ამის წყალობით მათ შეძლეს საფრანგეთში თავიანთი ადგილის პოვნა და j'ai oublié votre dernière phrase. Et qu'ils ont pu. On peut dire beaucoup de choses, mais à vrai dire, je ne peux pas dire tellement de choses parce que ma mère était tout près des enfants, mon père moins naturellement parce qu'il était tellement occupé avec la Géorgie que c'était sa vie. მამასთვის საქართველოს იყო მისი ცხოვრება, ანუ მამას იშვიათად იყო ჩვენთან ერთად, ძირითადად დედა იყო ჩვენთან ახლოს. ამიტომაც ბევრი რამის გახსენება შემიძლია, ზუსტად არ ვიცი, რომელი ერთი გავიხსენე. აი ძალიან საინტერესო ისტორია არის გამოხსენდა დედის და მამის გაცნობის. Est-ce que vous pouvez, un de vous, peut raconter la rencontre de votre père et de votre mère? Vas-y, toi, tu sais. Eh bien, d'après ce que j'ai compris, et quelquefois la légende et la vérité se confondent. Et donc c'était si je me trompe, corrigez-moi, 1903, le grand congrès dans lequel les bolcheviks se sont séparés des mencheviks. Et alors, naturellement, mon père y était. Et naturellement, Lénine y était aussi. Et ils se connaissaient. Comme tous ceux qui étaient dans la dissidence, disons, se connaissaient en ces temps-ci. Et alors, c'est à ce moment-là que Lénine aurait d'abord proposé à mon père de se joindre à lui dans sa faction. Et naturellement, ça allait complètement contre les principes de mon père. Et Lénine lui aurait expliqué, vous ne connaissez pas le peuple russe,
il doit être conduit avec le knout. და ლენინმა უთხრა თქვენ არიცნოთ რუს ხალხს იგი ძალით უნდა ვმართოთ. Et mon père lui a répondu, non. Mais vous ne connaissez pas le géorgien, ce n'est pas du tout comme ça. და მამამ უთხრა ქართველები ძალიან განსხვავდება რუსებისგან. Nous sommes totalement démocrates. Je ne peux pas vous répondre. Je soumettrai votre proposition à nos Géorgiens. და მე ჯერ არ გიპასუხებთ, მაგრამ გავეცნობთ თქვენს წინადადებას სხვა ქართველებთან ერთად. Et naturellement, la réponse a été totalement négative. და რა თქმა უნდა, ქართველების პასუხი იყო მთლიანად უარყოფითი. Et après ça, quand même, mon père avait dit à Lénine, paraît-il, qu'il allait aller à Paris après le congrès. ამბობენ რომ უთხრა ლენინს რომ კონგრესის შემდეგ იგი წავიდოდა საფრანგეთში პარიზში. Et Lénine lui demanda, mais est-ce que vous savez où est-ce que vous allez loger à Paris? და ლენინმა კითხა, იცით სად ცხოვრებთ პარიზში? Et mon père lui a répondu que non. რა თქმა უნდა, მან უპასუხა, არ ვიცი. Et alors, Lénine lui a dit, mais vous savez, il y a une jeune femme russe qui a un grand appartement rue Jean Goujon à Paris. იცით, არსებობს ერთი რუსი ქალბატონი, რომელიც ცხოვრობს პარიზში. Et pour aider à payer le loyer, elle loue des chambres à des Russes. და იმისათვის, რომ მას არ აქვს ბევრი შემოსავალი და იმისათვის, რომ დამხმარე კიდევ საშუალებები ჰქონდეს სასწავლებლად, იგი აქირავებს თავის სახლს სხვა რუსებზე. Pourquoi n'y allez-vous pas? Parce que ça sera bon marché pour vous. და თქვენთვის ეს იქნება იაფად. Et c'est comme ça, paraît-il, que mon père et ma mère se sont rencontrés. და სწორედ აი ესე გაიცნეს ერთმანეთი მამამ და დედამ. ერთი დადებითი რაღაც ლენინმა გააკეთა ცხოვრებაში. ჩემთვის ყოველთვის ნამდვილად მე ირენს მინდა თუ შეიძლება ვკითხო, ირენი არის იმ თაობის, რომელიც ემიგრაციაში დაიბადა და გაიზარდა და უბრალოდ მაინტერესებს აი როგორი იყო მათი ცხოვრება, დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, გასაგებია რომ ეს მშობლებისგან ძალიან დიდი სიყვარული ხმარ ზოგადად აი როგორ იზრდებოდა მეორე თაობის ემიგრაცია საფრანგეთში მაგალითად. Mais est-ce que vous pouvez raconter vos premières années en France? D'abord, je suis née en France. Je fais partie de la première génération née en France. Nos parents sont venus tout petits. Mes parents, maman était très jeune. Celui qui a été mon père était aussi un enfant. Et nous sommes la première génération née en France, mais nous avons été élevés dans l'idée que la Géorgie était notre pays. მე ვეკუთვნი პირველ თაობას, რომელიც დაიბადა საფრანგეთში, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვიყავით გაზრდილი ქართულ მორალზე და ვიცოდით, რომ ჩვენი სამშობლო იყო საქართველო. Alors, mes souvenirs de la France depuis toute petite, c'était des souvenirs à Paris. Les Noëls que nous fêtions avec l'église orthodoxe, les Noëls géorgiens. მე მახსოვს პირველი მოგონებები ეს ასოცირდება შობასთან და შობის დღესასწაულებთან, რომლებსაც შევატარებით ქართულ მართლმადიდებლურ ტაძარში. Et bien sûr, les fêtes du 26 mai qui tous les ans étaient fêtées par la communauté dans laquelle nous étions. და რა თქმა უნდა 26 მაისის მოგონებები, რომელსაც ყოველ წელს ვზეიმობდით ყველა სხვა ქართულ სათვისტომოსთან ერთად. Et bien sûr, j'étais jeune à l'époque où je pouvais encore voir mon grand-père, le président jordanien. J'en ai un souvenir un peu éloigné parce que déjà Déda a dit il n'était pas très proche des enfants, il n'était pas très proche des petits-enfants dans la vie de tous les jours, on va dire. მე კარგად არ მახსოვს ნოე ჟორდანია ბაბუაჩემი, რადგანაც როგორც ამბობს ჩვენი დედა, ის ჯერ კიდევ არ იყო ახლოს თავის შვილებთან და მით უმეტეს იგი ნაკლებად იყო თავის პატარა ბავშვთან, რადგანაც დაკავებული იყო საქართველოს წუხილით. Mais il était la personne la plus importante de la famille quand nous étions chez eux, chez lui, puisque nous habitions bien sûr de façon séparée. მაგრამ იგი მაინც რჩებოდა მნიშვნელოვან ფიგურად ჩვენს ოჯახში და იგი მას ეკავა დიდი ადგილი ჩვენს ოჯახში. ალბათ ნაცვლად მინდა რომ შეკითხვა დაუსვა. საბჭოთა კავშირის პერიოდში თუ ჯეროდათ რომ ოდესმე საქართველოს დამოუკიდებლობას დაებრუნებდა, ამაზე თუ ფიქრობდეთ და საუბრობდეთ საერთოდ? Est-ce que vous avez déjà cru à la démocratie géorgienne sous l'époque soviétique quand la Géorgie était encore communiste? Vous savez, nous entendions parler, comme vous a dit
mon frère à toutes les réunions de la Géorgie, du retour. Les premières années, enfin j'étais toute petite, je suis née à Tbilissi, mais j'étais un bébé en arrivant en France. Pendant quelques années, ils avaient encore peut-être l'illusion, le désir fou que les choses s'arrangeraient et que la Géorgie recouvrerait son indépendance. Et puis petit à petit, mais c'était sans arrêt, à tous les, même en famille, avec des invités, les Tamadas, porter le toast, la Géorgie bientôt, notre Géorgie bientôt. Toujours. Mais nous étions, enfin entre nous, en Géorgie. მე დავიბადი საქართველოში, სუმცლად პატარა ვიყავ, როდესაც წავედი პარიზში, მაგრამ მახსოვს, რომ ეს არ ვიცი, იმედი იყო თუ ოცნება, მაგრამ ყოველთვის იყო საქართველოს დამოუკიდებლობა, ჩვენი ოცნება, ეს იქნებოდა მაგიდაზე თამადასთან ერთად, ეს იქნებოდა ოჯახში საუბრის დროს. ჩვენ ვცხოვრობდით საფრანგეთში, მაგრამ ვცხოვრობდით საქართველოში. თამადაზე ერთი ისტორია გამოსცენ სადღეგრძელოებზე 60-იან წლებში თუ არ ვშტები, ეთერი როცა იყო ჩამოსული თქვენი დეიდაშვილი. Votre cousine qui était en Géorgie, en visite en Géorgie. გასროლებზე ეთერი ფაღავა. Ethel Paraba, et par rapport à ta madame. მაშინ ძალიან საინტერესო აღზრდა დალია, Il y a un tamada qui apporte un toast très intéressant. Est-ce que vous pouvez raconter? Vous vous souvenez? Pour Ethérie, non. Oui, bien sûr. Ethérie, notre cousine, ma cousine et la nièce de maman et Redjeb, est venue, était une grande danseuse, et c'est vrai qu'elle est venue plusieurs fois danser à Tbilissi à l'époque communiste. ეთერის ჩვენი დეიდაშვილი, რომელიც იყო მოცეკვავე და რომელიც ჩამოვიდა რამოდენიმეჯერ საქართველოში, იცეკვა საქართველოში. C'est Ethérie Parava. Beaucoup ici se souviennent d'elle et savent qu'elle a eu une grande carrière de danseuse en Europe. მას ჰქონდა დიდი კარიერა ევროპაში, მაგრამ კი კარგად იყო ნაცნობი ქართველი მაყურებლისთვისაც. Et à Tbilissi, elle a dansé avec votre, je dis notre grand danseur, mais votre grand danseur georgien, Chaboukiani. და მას ჰქონდა საშუალება ეცეკვა ვახტანგ ჭაბუკიანთან ერთად თბილისის სცენაზე. და ერთ-ერთი ისტორიაც არის, რომ დავასრულებ, თორსა იყო ჩამოსული 60-იან წლებში ეთერი გასტროლებზე, აქ იყო რა თქმა უნდა სუფრა ბოლოს და გაგანია კომუნიზმის და კომპარტიის პერიოდში, სადაც ადგა და სადღეგრძელო დალია დამოუკიდებელი საქართველოს სადაზღვევო შესვა, რამაც ნახოთ იმ პერიოდში მომენტში ძალიან ხოსაშიში იყო. ალბათ ცეკას იდეოლოგიის ამხანაგებს იქ მოხდება. ალბათ ირენს მინდა ვკითხო, მოგიხსენებათ ადვილი არ აღმოჩნდა ჯერ დამოუკიდებლობის მოპოვება, შემდეგ ამის დაკარგვა, შემდეგ უამრავი ძრები მოხდა. მე შენარჩუნება ამ დამოუკიდებლობის და აი როგორი იყო მისი გადმოსახედიდან, აი შეფასება როგორი იყო მთელი ამ პოლიტიკური ძრების და კატაკლიზმების. Quel est votre regard de l'extérieur sur la Géorgie? À la fois, la Géorgie, pour moi, c'est bien sûr le rêve de nos parents. Et bien sûr, moi je suis venue pour la première fois en Géorgie en 1995. Mais par mon père, Achille Tsitsishvili, qui est revenu en Géorgie pour la première fois en 1965. მაგრამ მამა ჩემი არჩილ ციციშვილი ჩამოვიდა საქართველოში 1965 ou 75 წელს. J'ai eu une transmission de la vision de la Géorgie de cette époque qui était loin du rêve qu'ils avaient gardé. და მის მიერ ჩამოტანილი ინფორმაციები საქართველოზე იყო ძალიან დაშორებული ჩვენი ოცნებისგან საქართველოზე. Bien sûr, en 1995, le rêve pouvait devenir réalité. რა თქმა უნდა, ჩემი ჩამოსვლის შემდეგ 1995 წელს საქართველოზე ოცნება შეიძლება უფრო რეალური გამხდარიყო. Et nous avons maintenant encore plus d'espoir puisque les choses ont beaucoup avancé.
და ეხლა ჩვენი იმედები კიდევ უფრო მჟღავნდება, ხორციელდება, რადგანაც ბევრი რამეა გაკეთებული. Qu'il y ait un véritable lien entre la première république socialiste, les premières républiques géorgiennes. არის ბევრი მსგავსება პირველ საქართველოს რესპუბლიკაზე, სოციალურ, მაგრამ მაინც რესპუბლიკაზე et la république qui existe maintenant. და ახლანდელ რესპუბლიკას შორის. მე რეჯის მინდა ვკითხო, საქართველოს სულ უწევს მტკიცება იმისა, რომ ის ევროპის ნაწილია. ფიქრობთ თუ არა, რომ და საერთოდ არის თუ იქ როგორ ფიქრობენ, არის საქართველოს ევროპის ნაწილი? La Géorgie a besoin d'affirmer tout le temps qu'il est démocratique et qu'il est sur la voie européenne. Qu'est-ce qu'on pense en Europe? Est-ce que c'est vrai? Eh bien, je ne crois pas que je sois qualifié pour dire ce qu'on pense de la Géorgie. Parce que j'habite les États-Unis surtout. Et bien que je vienne souvent en Europe et je lis les journaux, bien sûr. Mais je peux vous dire ce que certains historiens géorgiens pensent parce que il y a 1 an et demi, nous avons eu une conférence sur la Première République, sur la naissance de la Première République, ici à Tbilissi. მაგრამ მე შემიძლია ვილაპარაკო გადმოგცეთ აზრი ისტორიკოსებისა, რადგან ჩვენ ახლა ხანს გვქონდა შეხვედრა მათთან და შეხვედრის თემა იყო პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკა საქართველოსი. Et alors, à la fin de la conférence, la conclusion générale des historiens géorgiens, comme M. Gatchachiladze, Matsabiridze, Mohan Mouravi, était que la Première République avait la démocratie et maintenant nous sommes en train de construire la démocratie. და შეხვედრის ბოლოს იყო შემდეგნაირი დასკვნა ქართველი ისტორიკოსებისა. პირველი რესპუბლიკა იყო ნამდვილად დემოკრატიული რესპუბლიკა, ეხლა კი ვცდილობთ ავაგოთ, დავიბრუნოთ ძველი რესპუბლიკა. Merci beaucoup. დიდი მადლობა უნდა ვახსოვოთ ჩვენს სტუმრებს და დიდი მადლობა იმისთვის, რომ ამდენი წლის განმავლობაში ესე საქართველოს ყოველთვის იყო მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი და სამშობლოდ რჩებოდა ყოველთვის. ჩვენი ამ ემიგრაციას ყავდა გამორჩეული ლიდერები, ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი, გაგაცანით უკვე ჟორდანიების შთამომავლები და ჩვენი დანარჩენი ძალიან საინტერესო სტუმრები გველიან უკვე სტუდიაში პირველი ანტრაქტის დროა შუადღის ეთერში და ცოტა ხანში დავბრუნდებით მათთან ერთად ეთერში. კიდევ ერთხელ უღმესი მადლობა ჩვენ სტუმრებს. დიდი მადლობა. ბრუნდებით კვლავ პირდაპირ ეთერში, თქვენ უყურებთ შუადღეს რუსთავი 2-ზე, ძალიან საინტერესო იყო ჩვენი განაცემის პირველი ნაწილი, აი ემიგრაციას ყავდა გამორჩეული ლიდერები, ნოე ჟორდანიას შთამომავლები ჩვენ უკვე გაგაცანით და ჩვენი განაცემის მეორე ნაწილში გაგაცნობთ უკვე ნოე რამიშვილის და აკაკი ჩხენკელის შთამომავლებს. მათი ცხოვრებისეული ისტორიები ძალიან წააგავს ერთმანეთს და იძულებითი ემიგრაცია, მუდმივი ფიქრი საქართველოზე, ეხლა მოვიწევ მათ სტუმრად. ტიერი ბერიშვილი, მიშელ რამიშვილი, თამარ ჩხენკელი და მეთიუ დიბერტი შუადღის სტუდიაში სტუმრად. მოგზავნით. გამარჯობა. გამარჯობა. Ну, ехал. Слушайте. აუნაფრინდებით როგორმე? Εγώ μπορώ να დავეტიეს. დავეტიეთ, რა თქმა უნდა. აი ესენი თქო ანჯორაში არ გადავა. კიდენ რა წნეთის აირი მოდის რა. მოკეთე ანჯორა რომ ვიდა ყოველს მივესალმო ძალიან სასიხარულო როას მრავალრიცხოვანი დელეგაცია არის ჩამოსული საქართველოს დამოუკიდებლობის ადგენის მეოთხე წლის თავის საზაიმოდ ხვალ როგორც წინა ბლოკში ახაც რამდენიმე თაობა არის, ორი თაობა არის ემიგრაციის. მაგრამ სანამ თქო თვალსაჩინო ეს დავიწყებდეთ ისტორიის მოყვლას, მე ვიცი ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც ახლა მიმდინარეობს და რამდენიმე დღის წინ საფრანგეთში იყო, ლევილში იყო ამ თემაზე შეხვედრა და მე მინდა ეს გახდათ ლევილის მამულის და ლევილის მთლიანად კომპლექსის ასე თქვა საქართველოსთვის
გადმოცემის საუბარი დაიწყო ამ თემაზე ძალიან ინტენსიურად. მე მინდა ხაზგასმით მადლობა გადავუხადო ბატონ დიბერტს, რომელიც უსასყიდლოდ ეხმარება ფრანგულ და ქართულ მხარეს ამ იურიდიული საკმაოდ რთული ფორმის მოგვარებაში და იქნებ აი ამ თემაზე რამდენიმე სიტყვით გითხრათ რა ხდება რა პროცესია და საერთოდ რა ხდება ლევილის მამულთან დაკავშირებით. Alors, bien sûr, Leville, pour tous les Georgiens, c'est un nom qui est connu. Mais Leville a été acquis par des membres du gouvernement en exil, donc les familles Jordania, Ramishvili, Pirts-Ralava et Trenkeli. Რაღაც უნდა ლევილის სახელი ყველასთვის ცნობილია საქართველოში. ეს არის ტერიტორია, რომელიც გადაეცა მთავრობას თავიდანვე და იქ ცხოვრობდნენ ჟორდანიას ოჯახი, რამიშვილების, ფირცხალავას და ჩხენკელის ოჯახები. Et la famille Gegechkori და également. რაღაც უნდა გეჩკორიას ოჯახიც. Le vœu de ce gouvernement en exil, c'était que ce lieu retourne à la Géorgie le plus rapidement possible. C'était le rêve au début. მათი სურვილი და ოცნება იყო, რომ ეს ტერიტორია გადასცემოდა საქართველოს. Et bien sûr, les années ont passé et le vœu du gouvernement en exil existe toujours. Nous souhaitons qu'il y ait un retour. Nous, les descendants des familles, nous souhaitons qu'il y ait un retour à la Géorgie. გავიდა წლები, ბევრი წელი გავიდა, მაგრამ მათი სურვილი ჯერ კიდევ სურვილად რჩება, იგი არ განხორციელებულა და ჩვენი მათი შთამომავლების სურვილი იქნება, რომ ეს ტერიტორია დაუბრუნდეს საქართველოს, გადაეცეს საქართველოს. Donc pendant de nombreuses années, le rêve de transmission restait un rêve et dans les dernières années, nous avons fait beaucoup d'essais pour commencer une démarche. ჩვენ გვქონდა რამოდენიმე ცდილობა იმისათვის, რომ ეს სურვილი განხორციელებულიყო, უფრო რეალური სახე მისცემოდა. Et c'est seulement depuis quelques mois que, grâce à nos contacts avec Monsieur le ministre Davitaia, და მხოლოდ ამ ბოლო წლებში ბატონი მინისტრი დავითაიას წყალობით que nous avons trouvé un langage commun et ჩვენ ვიპოვეთ საერთო ენა, que nous avons commencé ce processus de transmission de cet héritage à la fois matériel et moral qu'est le Ville et la Première République. ჩვენ დავიწყეთ მისი თავისნობით დავიწყეთ ამ პროცესი, ეს პროცესი, რომელიც არის გადაცემა ლევილის ტერიტორიისა, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს ერთდროულად მორალურ და მატერიალურ მემკვიდრეობას ქართველებისთვის. მე მინდა თამარ ჩხენკელს მინდა ვკითხო, როდესაც ემიგრაცია გადარჩენისთვის იბრძოდა, რა იყო ყველაზე რთული? ისტორიები, რომლებიც ახსენდება, თქვათ, როგორია? Bon, alors, peut-être j'ai été privilégiée parce que mon grand-père était envoyé en France comme ministre plénipotentiaire, donc c'est lui qui avait la légation georgienne. მე ალბათ ვიყავი უფრო პრივილეგირებული, რადგანაც მამაჩემი გაგზავნილი იყო საფრანგეთში როგორც მინისტრი. Et ensuite, bon, bien sûr, nous n'avions pas énormément d'argent, mais mon père tout de suite est devenu un officier français. თქმა უნდა, ჩვენ არ გვქონდა დიდი შემოსავალი, მაგრამ მამას ჰქონდა მაინც ოფიციალური სტატუსი, იგი იყო უკვე საფრანგეთის ერთ-ერთი მოხელე. Et donc, je ne peux pas dire que j'ai eu des moments très difficiles. და ვერ ვიტყვი აქედან გამომდინარე, რომ მქონდა მძიმე ბავშვობა, ან რაიმე მახსენდება ცხოვრებით სიმძიმეები. მამაკაცებიც ალაპარაკობთ ბატონო სანდროთო, ბატონო, მე გასაგრულები არიან ცოტა. ბატონ მიშელს მინდა ვკითხო, ეს მე სხვა შორის მომიწია ბედნიერება იყო 18 წელს ლევილში ვკრაფტით, მაშინ პრაქტიკულად სულ ყველა ვინც აქ არის მაშინ გავიცანი. და უბრალოდ ძალიან საინტერესო ურთიერთობები არის თაობების მხრივ საფრანგეთში ქართულ ემიგრაციაში და მინდა ვკითხო ბატონ მიშელს, აი ისიც როგორც ვიცი საფრანგეთში დაბადებული უკვე ეს თაობა არის და როგორი ურთიერთობა ქონდათ ჟორდანიების შვილიშვილებთან, გეგეჭკორებთან, რაც ერთად იზრდებოდნენ ერთი ინტერესით.
relation entre plusieurs générations de gouvernements Moi, personnellement, j'ai eu des relations assez épisodiques avec la colonie, parce que ma mère et mon père se sont séparés très tôt. J'ai été élevé en Normandie par ma mère. Et ensuite de ça, par contre, j'ai tout un tas de souvenirs d'enfance à Leuville, où j'allais avec mon père en vacances et où j'ai gardé beaucoup de souvenirs. Mais nous, le gros problème... Pardon. Doucement, il faut qu'elle traduise. იხსენებს რომ ჩემი მოგონებები საკმაოდ ეპიზოდურია, რადგანაც მე დედა და მამა ერთმანეთს გაშორდნენ და მე ვიზრდებოდი ნორმანდიაში, მაგრამ რა თქმა უნდა ჩამოვდოდი ლევილში მამასთან არდადეგების განმავლობაში. Et le grand drame dans notre famille, ça a été pour mon père, mon oncle et ma tante et la petite sœur, ça a été la mort l'assassinat de mon grand-père en 1930. Alors ça a provoqué un drame familial terrible, il y a eu un choc. Mon père a été obligé d'arrêter ses études, qu'il avait un futur assez intéressant et se mettre au travail tout de suite. მე მასწინდება როგორც ტკივილი როგორც დრამა ოჯახის ეს იყო ბატონი ჟორდანიას სიკვდილი რომელიც მათ შეძრა მთელი ემიგრაციის თაობა და რა თქმა უნდა ჩვენი ოჯახიც მამა ჩემი იძულებული იყო შეეწყვეტა სწავლა და მას ჰქონდა საინტერესო მომავალი და იძულებული გახდა ოჯახის რჩენის მიზნით დაეწყო მუშაობა. Voilà. Oui, bien sûr. Ce qui fait qu'après, mon père s'est un peu dégoûté et n'a pas trop suivi la politique, bien que restant très géorgien dans l'âme. Mon oncle, par contre, lui, Akaki Ramishvili, a continué à travailler dans le sens de ce combat pour la Géorgie indépendante. მამა ჩემი ნაკლებად იყო ჩართული პოლიტიკაში, ეს იყო ძირითადად ჩემი ბიძა აკაკი, რომელიც ძირითადად იყო ჩაბმული ამ საქართველოსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობაზე და მათ შორის პოლიტიკაში. Et il a même n'étant malheureusement jamais venu en Géorgie, il a même fini par créer une fondation et ce qui m'a permis de retrouver une cousine qui est un peu ma petite sœur. Oui. ჩემმა ბიძამ გააკეთა ესე იგი რაღაცა ფონდივით საქართველოს ქართველების ფონდი და მისი ამ ფონდის წყალობით მე ვიპოვე ჩემი ბიძაშვილი. Agriculture et c'est ma cousine donc Mariam Davitashvili qui actuellement s'occupe de ça. Et nous sommes, à part mes filles, mes deux filles, nous sommes les derniers survivants de la famille, donc on s'est retrouvés, ça a été très émotionnel et on a beaucoup de points communs. Et depuis, je soutiens totalement ce retour et la création de ce centre culturel franco-géorgien sur le territoire à Leuville qui va permettre d'associer la France et la Géorgie par l'intermédiaire des immigrés dans un travail commun. რა თქმა უნდა მე ვიზიარებ სხვების აზრს იმის შესახებ რომ ლევილი უნდა გადმოეცეს საქართველოს და დაარსდეს ქართულ-ფრანგული კულტურული ცენტრი რომელიც კიდევ უფრო დაახლოებს ამ ორ ქვეყანას. მე ამ მომენტს ვიყენებ ასე ვთქვათ ჩემს სიტუაციას ოჯახთან დაახლოებას და 98-ში წავიყავით ლევილში, მაშინ ისეთი პერიოდი იყო საქართველოში, როგორც აქედან გარიაღწია ცოტა ხანი და რაღაცა ცივილიზაციაში მოხვედრილი იყავ, ერთ სული ქონდა და როცა ჩავედით, მაშინ იყო ნათლას დაბადების დღე იყო, სხვა შორის და იყო რა თქმა უნდა ლევილში ქართული პურმალული და იყო ჭადი, ლობიო და ქართული ღვინო და ვიცახდი რომ ძილებს გამოვაღწია აქედან კიდე გამხდო ლობიო ჭადი და აფესა გული გამოსწრა. ამის სხვა შორის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი ამ შეკრების და ლევილი თეატრზე იყო ბატონი მამია ბერიშვილი, ტიერის მამა, რომელსაც ჰქონდა ფანტასტიკური ისტორიები და მე ძალიან ბედნიერი მოვესწარი ამ ისტორიებს და მის მიერ მოყოლილს. ერთ-ერთი ისტორია იყო ქართულ გენერალზე და მასთან დაკავშირებით აღარ მოვახცე ექიმი თუ გახსოვთ რაღაც ახალისო ამბავი იყო იქ. მამა ყვებოდა.
Non, mais le problème, c'est qu'à Leville, il y avait toujours la table géorgienne. Donc, quand nous venions ici en Géorgie, on retrouvait exactement les mêmes coutumes qu'à Leville. Et il y avait les anciens ou les plus jeunes, ils buvaient toujours, comme nous disons en France, on explique, et les Français n'arrivent pas à le croire, qu'un Géorgien buvait une bouteille à l'heure, et on continuait, et les repas duraient plusieurs heures. Mais c'est pas le plus important quand même. Ce qui est important, c'est qu'à Leville, nous expliquons à la société française les coutumes géorgiennes. Et justement, avec le projet qui aboutira, parce que nous sommes sûrs maintenant que ce projet aboutira, la culture géorgienne et la culture française se rencontreront encore plus fort qu'elle ne l'est aujourd'hui. და ჩვენ დარწმუნებულად, როდესაც ეს პროექტი განხორციელდება და ჩვენ ამაში დარწმუნებულად რომ ლევილი გადმოეცემა საქართველოს, ეს იქნება საშუალება რომ ქართული და ფრანგული კულტურა კიდევ უფრო ერთად გაერთიანდეს, ვიდრე ეხლა ჩვენი მცირე სახსრებით. და უკითხოთ ბატონ მეთიუს, რა ეტაპზე ვართ ახლა იურიდიულად რამდენად შეიძლება? Alors, ce qu'il faut savoir en réalité, c'est que aujourd'hui nous sommes à la première étape, mais l'aboutissement de la première étape de cette transmission du domaine de Leville au peuple géorgien, avec la signature avant-hier, lundi 23, avec le ministre David Aya et Irène, qui représentaient toutes les familles et qui ont toutes acquiescé à un projet, à un mémorandum qui définit les conditions dans lesquelles une commission bipartite, État géorgien d'une part, foyer géorgien d'autre part, va constituer le projet auquel nous avons abouti après de longues années. პირველი ეტაპი უკვე დაწყებულია. პირველ ეტაპზე ვართ. ეხლა ხანს მოეწერა ხელი ორ მხრივად, საქართველოს მხრიდან ბატონი მინისტრი დავით აიას მიერ და საფრანგეთის მხრიდან ბატონი ირენის მიერ მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომელიც არის პირველი ნაბიჯი იმისათვის, რომ ლევილის მემკვიდრეობა გადაეცეს ქართულ ხალხს. Et au terme de cette réflexion qui a duré donc plusieurs années, nous avons donc abouti à un projet d'un centre franco-géorgien qui soit à vocation, premièrement, un lieu de mémoire. C'est ce que voulaient les fondateurs de la Première République, M. Jordania et l'ensemble de son gouvernement. პირველი ეტაპი ესე იგი რაზეც შევჯერდით ეს არის რომ ეს არის თქვენი მოგონება ლევილი ეს არის თქვენი მორალური მემკვიდრეობა თქვენი პირველი რესპუბლიკის მთავრობის მემუარები ან მოგონებები Et ça fait 7 ans que je travaille gracieusement pour cette communauté géorgienne que j'ai appris à connaître et qui, trop souvent, nous avons entendu, et on me l'a souvent répété, qu'on ne connaît pas l'histoire géorgienne. On en a parlé d'ailleurs hier soir, les ouvrages d'histoire ne mentionnaient pas la Première République et cette période 1918-1922. ეს არის დიდი ბევრი წლების შრომის ნაყოფი, რა თქმა უნდა, და ვფიქრობთ, რომ ეს ლევილის გადმოცემა ეს იქნება ასევე გარკვეული ისტორიული მომენტი, რადგანაც ჩვენ ცუდად ვიცნობთ საქართველოს ისტორიას, ხშირად პირველი თაობის შესახებ არ იუწყებიან მემატიანეები. Alors que cette Première République, lorsque le référendum de 91 a abouti à la création de la République, au rétablissement de la République, la question qui était posée au peuple géorgien a été « Voulez-vous que nous recommencions sur les bases de la Première République du 26 mai 1918, de l'acte d'indépendance du 1918 ?» Et c'est ce que nous allons traduire en actes.
და არადა ეს 1921 წლის 26 მაისი ეს იყო მნიშვნელოვანი მომენტი საქართველოსთვის, რადგანაც 1992 წელს, როდესაც გადაწყვიტეთ, რომ აღგედგინათ რესპუბლიკა, კითხვა, რომელიც დაუშვით ქართულ ხალხს, ეს იყო გინდათ თუ არა დავიწყოთ იგივე საფუძვლებზე, როგორც იყო 1921 წლის მთავრობის აქტები. Juste pour finir, le projet qui est bâti autour de ce mémorandum, c'est donc un centre franco-géorgien qui soit culturel, historique, avec des échanges. On a pensé également à en faire un lieu d'échange universitaire. Beaucoup de projets vont être faits avec des commémorations. Il n'y a pas que seulement la fête du 26 mai qui est fêtée depuis plus de 80 ans à Lviv. Et donc nous ferons aussi beaucoup d'autres événements en partenariat avec évidemment la Géorgie. ჩვენი მიზანი არის შევქმნათ კულტურული კერა, რომელიც იქნება არა მარტო კულტურული, არამედ ეს იქნება უნივერსიტეტებს შორის გაცვლითი პროგრამები, ეს იქნება ისტორიის გაცვლა საფრანგეთსა და საქართველოს შორის და კიდევ სხვა მრავალი პროექტი, რომელიც დაეხმარება ამ ორი ქვეყნის დაახლოებას. ძალიან საინტერესოა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ლეველი ჯერთ იყოს ის დატვირთვა სიმბოლური, რომელიც აქტიურობა რესპუბლიკას თავმჯდომარეობაში შენარჩუნოს თავისთავად და ეს იყოს ყველა ქართულის ადვილად მისასვლელი ადგილი. როგორც საქართველოს მოქალაქის, ისე ნებისმიერ ქართველის, რომელიც ქვეყნის გარეთ არის. მე მინდა ვიცი, რომ ჩვენ და კიდე სტუმრად არის დღეს მრავალრიცხოვანი ჯგუფში არის ფირცხალების ოჯახის შთამომავალი. 26 მაისია ხვალ, როგორც თქვენ საქართველოს ასე ვთქვათ, ჩვენი თანამოქალაქეთა აქ ხართ. იქნებ გითხრათ, როგორი ურთიერთობა იყო ოჯახთან, იქით რა ხდებოდა, რანაირად აყარებდით კავშირს, ძალიან რთული იყო ხა თავისთავად. თარგმანი აღარ იქნება საჭირო ქართულაზე. მოგესალმებით. ყველას დიდი მადლობა მოპატიჟებისათვის. სიმართლე გითხრათ, ეს პირველი შეხვედრა არის ჩემი აი ლაივში დღეს რო იტყვიან ბატონ ტიერისთან და ამ საზოგადოებასთან ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემი ყმაწვილი კაცობის განმავლობაში საგან ჩემი მშობლები ცოცხლები იყვნენ. ჯერ კიდე 70-იან წლებიდან მოყოლებული ჩვენ ოჯახში სამსონ ფირცხალოვას ყოველ დღე ახსენებდნენ და ჩემს მხრიდან ბევრი რამე გამეგოდა, მაგრამ მაშინ მოგეხსენებათ როგორი რამ წარმოუდგენელი იყო საერთოდ რამე რეალური ურთიერთობების გამხარდნა. აი როგორც 91 წელში საქართველოს მიიღო დამოუკიდებლობა ზუსტად გამსახურდიას პერიოდში პირველი ბატონ გურამ შარაძეს ცხონებული და მამია ბერიშვილი ესტუმრნენ ჩვენ ოჯახს პირველად. და ისე მოხდა რომ მაშინ არ ვიყავი, ბათუმში ვიყავი მე და მაშინაც ვერ შევხვდი. უბრალოდ დედაჩემს რაღაც დოკუმენტები იყო, აი მინდობილობის სახით ბატონ ტიერზე მაშინ და მე 96-ში რაღაც ისე იგივე საკითხზე იყო, მაშინაც მაშინ საზღვარგარეთ ვიყავი და ახლა პირველად შევხვდი ბატონ ტიერზე. რა ვიცი, მე ნამდვილად ბედნიერი ვარ, ესეთი მართლა კარგი ქართველების ხილვისა და მეგობრობისა და აბსოლუტურად იმას გამოთქვა, რომ ეს ყველაფერი საბოლოოდ დამთავრდება და ეგრისება ლეველს ეს ქართული კულტურის ცენტრად გადაქცევა და ყველას მინდა უღრმესი მადლობა მოუხადო ბატონ ტიერს, ბატონ ძალიან ბედნიერი ვარ და არის დიდი მადლობა თქვენ, დიდი მადლობა ყველას. ჩვენ გაცეს მეორე ნაწილი ამით სრულდება. რა ვიცი, მთელი ყველა სახელი, ყველა ქართველის ალბათ დიდი მადლობა იმისთვის, რაც საკეთებს ეს ხალხი. და ჩვენი გაცეს მეორე ნაწილიც სრულდება. ამით მესამე ნაწილში ვისაუბრებთ უკვე ეროვნული გამოთავისუფლებელი მოძრაობის შესახებ. თომა ჩაგელიშვილი იქნება ჩვენი სტუმარი და ასევე ეროვნული გამოთავისუფლებელი მოძრაობის აქტივისტი, ერთ-ერთი აქტივისტი ირმა რატიანი. დაბრუნდებით თუ ცოტა ხანში პირდაპირ ეთერში და სიურპრიზი გვექნება კიდევ სუხიშვილებისგან, ასე რომ არც იფიქროთ გადართვა სხვა არხზე ჩვენი ანტრაქტის დროს. დახოთ დროები. შუადღე ბრუნდება პირდაპირ ეთერში ჩვენი მეორე ანტრაქტის შემდეგ. პირველ ორ ნაწილში ჩვენ შევხვდით პირველი რესპუბლიკის
მთავრობის ოჯახების წევრებს, ლიდერთა შთამომავლებს, ძალიან საინტერესო იყო საუბარი. რაც შეეხება ჩვენი განაცემის მესამე ნაწილს, მე კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენ შეგიძლიათ არა მხოლოდ გვიყუროთ, არამედ მოგვისმინოთ 101 და 9-ზე რადიო ქალაქის პირდაპირ ეთერში, კიდევ ერთხელ საგანგებო მიოსალმოთ რადიო მსმენელს, გავიხსენეთ უმნიშვნელოვანეს წარსული, ახლა კი ვისაუბრებთ უკვე ცოტა უახლესი წარსულის შესახებ. 80-იანი წლები 26 მაისმა მისცა ბიძგიერებულ გამოთავისუფლებელ მოძრაობას. და ამ თემაზე გვექნება საუბარი მესამე ნაწილში და ბოლოს სუხიშვილების საოცარი სიურპრიზი გველის. ეს არ იყო პოლიტიკური მოძრაობა, ეს იყო ეროვნული საქმე, რომელიც უნდა გაკეთებულიყო. ამბობს ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი, ეროვნული მოძრაობის აქტივისტი ირმა რატიანი, რომელიც დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია. ნელა ირმა. მოგესალმებით. სანდრო დაცმო როგორც იქნა სავარძელის ესეთი ადამიანისთვის ირმა, მე მინდა კითხოთ დაგისვათ პირველი კითხვა. რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ ეს არ იყო პოლიტიკური მოძრაობა? ეროვნულ განმავლობაში. ისიც არის ჯერ ალბათ ცოტა ხმამაღლა გამომაცხადა მაინც ძიმამის ეროვნულ გამოთავისუფლებელი მოძრაობის აქტივისტი. მე უფრო რაღაც ვიყავი ნაწილი სტუდენტური აი მოძრაობისა, რომელიც იყო თავისთავად ჩართული აი ამ პროცესში. ამიტომ რაღაც უფრო მოკრძალებულ როლს სწორედ სტუდენტური მითამაშა გადამწყვეტი როლი როგორც ხო, აი ამაში კი მინდა დაგეთანხმოთ, იმიტომ რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მართლაც წამოწყება 88 წელს გაჩნდა ეს იდეა, რომ უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფს ჩამოეყალიბებინა პრეს-კლუბი, ასე დავარქვით მახსოვს და ძირითადი იდეა ამისა იყო ის, რომ აი საშუალება მიგვეცა სხვაგვარად მოაზროვნე ადამიანებისათვის, რომ თავიანთი მოსაზრებები გამოექვეყნებინათ. ეს იყო ძალიან რთული პერიოდი, როცა არ იბეჭდებოდა პრაქტიკულად ალტერნატიული აზრი და აი ნელ-ნელა აი ამ პრეს-კლუბის მიერ დაარსებული აი ეს ეხლა უკვე გაყვიტებული მაინც მოვიტანე რამდენიმე ნიმუში გაზეთი რომ დიახ რა თქმა უნდა. აი პრეს-კლუბს რო ახსენე რამდენიმეჯერ. ვინ იყო ამაში გაერთიანებული, ესეც მოუყვეთ ახლა. ესე იგი როგორ მაინც ალბათ უნდა ვთქვა რომ ბოლოს თავი მოიყარა მთელმა სტუდენტობამ ალბათ ამის გარშემო. მაგრამ აი ბირთვი ხა მეშინავი მე არ გამოვჩეს, მაგრამ აი ძირითადი ბირთვი ეს იყო დათო ტურაშვილი, ნიკო ნიკოლოზიშვილი, თედო ისაკაძე, ფიქრია ჩიხრაძე, ქეთი გვაზავა, ქვენი მონამორჩილი და კიდევ ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდნენ გიორგი მაისურაძე, ანა ბოკუჩავა, კახალორია, აი და სხვანი და სხვანი. მე რაღაც თაობა შეიცვალა და აი დღევანდელი გადასახედიდან როგორ ჩანს ეს თაობა? მაშინ როგორები იყვნენ? იცით რა არის? მინდა გითხრათ რომ ძალიან მომწონს. ამ გადასახედიდანაც მომწონს. აი რაღაც მნიშვნელოვანია, ხა სხვა შორის ვფიქრობდი დღეს დილით რომ ყველა ეს ადამიანი რაღაც თვალსაზრისით დღესაც დარჩა ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ხო ეს არ ვიცი ხო შეიძლება ეს რაღაც წრთობა იყო, რაღაც სკოლა იყო რომელიც ჩვენ გავიარეთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახლა რომ ვუყურებ, ყველანი არიან თავის საქმის, ნუ ყველა სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობს, მაგრამ ყველა პროფესიონალია, ყველას რაღაც სერიოზული ინტერესები აქვს და რაღაც სერიოზული ალბათ ამბიციებიც, ასე რომ საინტერესო თაობა გამოდგა. მიგახსოვს რომ მაშინაც პიროვნებები იყვნენ უკვე ჩანდა. და შორის ხო და კიდევ რას დავაკვირდი, იცით, აი ბატო სანდრო დღეს გადავხედე ხა რომ მოვხურე თქვენთან. აი როგორი ენით არის დაწერილი ეს წერილები. წარმოუდგენელია ხო მეოთხე, ჩვენ ვიყავით მესამე, მეოთხე, მეხუთე კურსელები. და აი ენა და მე ხო ვიცი რომ ამას ჩვენ თვითონ წერდით არა ყველაფერს და არის ძალიან გამართული. ახლა უკვე ამას ვკითხულობ, როგორც აი ლიტერატორი, პროფესიონალი. საიბეჭდებოდა გაზეთ სტუდენტურ ფურცელში. იცით რა იყო ლიკა, აქ ჯერ ერთი იბეჭდებოდა ჩვენი წერილები. ანუ აი ხა რო გადახედოთ ეს რა თქმა უნდა, სულ რამდენიმე გამოვიღე ნომერი. მაგრამ აი მაგალითად არის დათოს წერილები, ტურაშვილის, აი იკორთაზეა ძალიან კარგი წერილი, ნიკო ნიკოლოზიშვილის წერილია ხუდონზე, არის წერილები აწკურზე, ანუ ჩვენი წერილი. რაღაც ჩემი წერილი, მისე მახსოვს როგორ ღელავდი, როცა ამ წერილს ვაკეთებ, ინტერვიუა ბატონ მოდარ ნათაძესთან, რაც დაუკავშირდა მახსოვს მაშინ ადგილობრივ არჩევნებში მის დამარცხებას წინასწარ და
მახსოვს რომ ძალიან ვღელავდი, იმიტომ რომ ძალიან დიდი ავტორიტეტი იყო ბატონი ნოდარი და ნუ ჩვენ სტუდენტები ვიყავით და ვინ წავიდოდა ინტერვიუზე ეს იძლევს გადავწყვიტეთ. პაუზა იყო ხო გამოცემაში როგორც წაიხვალათ ხო მე ზუსტად კი მახსოვს ეს ყველაფერი მაგრამ აქ წერია რომ შარშან აი მიმართვა არის ხო პირველ გვერდზე სტუდენტური პრეს-კლუბის ჩამოყალიბდა ფილოლოგიის ფაკულტეტთან არსებული პრეს-კლუბი უზად დაინტერესებული კითხველი გაეცნო 7 ნომერს ამჯერად ვაახლებთ ჩვენს მუშაობას რა იყო შეფერხების მიზეზი ამდენი დიდი ხანი გამოდის ისიც არის იყო შეფერხება და რა თქმა უნდა ეს უკავშირდებოდა ცენზურას იმიტომ რომ ძალიან სერიოზული ესე იგი პრაქტიკულად ეს აღმოჩნდა ერთადერთი ბეჭდური ორგანო სადაც შეეძლოთ აი ადამიანებს რომლებიც თვითონ არ ეთანხმებოდნენ მაშინდელ პოზიციას ხელისუფლებისა დაერეჭდათ მე მახსოვს რომ ჩვენ რამდენიმე ნომერი აი ესეთი ზარიც იყო ხოლმე სტამბიდან გვირეკამდე რომ აი ეს ნომერი დააპატიმრეს მე ესე ტერმინია 80-იანი წლებისთვის ძალიან ეხლა უკვე ცოტა ისე ჟღერს არა ბატონო სანდრო ხო ამოიღეს ბეჭდიდან და მახსოვს რომ აი ღამე ჩვენ წავსულვართ და იქ ყოფილვართ რომ ეს ნო კაბდო ყველა ელოდა მეორე ეს იყო მიზეზი თან აი ეს ხო და თარიც როგორ ესენი აი რაღაცა ისე ხდება ხო 98 წელს თუ გონია გუშინიყო რაღაცა მე 20 წელს ვიყავი ხო ალკ კომიტეტის პრეზიდენტი სტუდენტური ქალაქი უფოსტოდ კითხვის ნიშნით და ეს მახსოვს კარგად აი ბატონ ლეონარდის მანდატს არის აი ხათეშორის მეცნიერებათა აკადემიის ახალი შევსება ხო არა კიდე საინტერესო რა ეს მე მახსოვს გადასარევად მაშინ ჩვენ სწავლობთ უნივერსიტეტში და როცა გამოდიოდა უნივერსიტეტის გაზეთა იყო ჩანართი ფურცლის ხან ძალიან რთული საშოვნი იყო რა ნამდვილად ჯეთი საოცარი რაღაცას არ მახსოვდა საერთოდ რომ 2 კაპიკი ღირდა თუ უნივერსიტეტის გადაცემა იყო თბილისის შრომის ძირითადი დროშის ორდენოსანი სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტიული კომიტეტის რექტორატის პროფკომის და კომკავშირის კომიტეტის ორგანო აი ამაში როგორ აღმოჩნდით ეგრე საოცრებო რაღაც ფონზე იბეჭდებოდა აი რაც თქვა ირმა მე ხო ეხლა კიდე აი ამ გადასახედიდან მაშინაც ვფიქრობდით ამაზე, რომ პრინციპში რატომ მოხდა ეს? აი უცნაური იყო, რომ საერთოდ ამის დაბეჭდვა შესაძლებელი გახდა, არა? და მაშინ ვფიქრობდით, რომ აი ჩვენ ხო ვართ ძალიან მამაცები და გამბედავები, მაგრამ ნუ ალბათ უნივერსიტეტის რექტორატიც ზედმეტად ლიბერალურია, მაგრამ აი ეხლა ამ გადასახედიდან მე მგონია რომ ეს იყო ამ ხალხის უზარმაზარი გამბედავება ბატონი ნოდარ ამაღლობელის არაჩვეულებრივი პიროვნების იცით აი უკვე აი ამდენი წლის შემდეგ მე ვფიქრობ რომ ეს იყო მისი პირადი ადამიანური სითამამე და გამბედავება არსებობს თუ არა ზღვარი პოლიტიკასა და ეროვნულ მოძრაობას შორის ჩვენი შემდეგი სტუმრისათვის ამას რამდენიმე თვეში კი არა და ეხლავე გავარკვევთ ისტორიკოსი კინოდოკუმენტალისტი, ჩვენი კოლეგა, მეგობარი თომა ჩაგელიშვილი დღეს ჩვენთან სტუდიაში, რომელიც ძალიან ბედნიერად ჩემ გადაცემაში მოხდა. როგორც იქნა. ფეხბურთზე ხოლმე ლაპარაკე. ფეხბურთზე დღეს არა, გუშინ ბატონ კახისთან ბევრი ლაპარაკე ფეხბურთზე, კავზონზე. მოიოხა გული. კი. დღესაც არ აგიშოთ. მე მაინტერესებს როდის დამთავრდა ეს ზღვარი ის სტუდენტობის და უბრალოდ არა, კითხვა როგორ მინდა დაგისვათ. იყო თუ არა ზღვარი პოლიტიკოსა და ეროვნულ მოძრაობას შორის? თომასზე დავანო. ან რა იყო, რაც თქვენ არ მიგაჩნდათ, რომ იყო საერთო, რა ყოფდა თქვენთვის ამ ზღვარს? იცით რა არის, ჩემთვის ეს ძალიან გამიჯნული ცნებებია, რა ვიცი თუ და ბატონ, არა, ეს თომას მინდა კითხო, ხო? ანუ გაცრავად კითხვა თუ შეიძლება. ზღვარი პოლიტიკასა და ეროვნულ მოძრაობას შორის. ძალიან ძნელი გასავლებია ჩემი აზრით. ეს არის ირმას აზრი და მე მაინტერესებს თქვენ. იცით რა არის მაშინ ყველა ფიქრობდა ერთ რაღაცაზე ეს იყო სამშობლო, ეს იყო საქართველო. მაშინ ძალიან არავინ იცოდა რა პოლიტიკური პარტიების ან არსი ან არსებობა ან პოლიტიკა საერთოდ იყო. ისეთი ტონი იყო ხოლმე ჩვენ აი ეხლა საერთოდ დარჩენილი სხვათაშორის მე პოლიტიკოსი არა ვარ, მაგრამ ხო ხდებით და ყველა მიდიოდა მაშინ ამ ეროვნულ მოძრაობაში. მე იმას აბსოლუტურად ვთანხმები, ეს პოლიტიკა ეს სხვა რამე იყო, რა შეიძლება ვერ მოუყვე, მაგრამ შეგულოს რაღაცა ეს ერთადერთი ის იყო რაც ადამიანს სახში არ გაჩერებდა და გამოდიოდი გარეთ. ეს არ ვიცი რა იყო, რა შეიძლება ამას ეთქვას, ის ხელა მუხტი იყო, რომელიც ალბათ გროვდებოდა არა 200 წელიწად, შეიძლება მეტიც. ახლა პრინციპში რა იყო, ხო 90-იან წლებში რა დაიწყო, რომ დაიწყო ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ის დამოუკიდებლობისთვის, რომელიც 200 წლოვანი
ეს ჩავარდნა იყო, ხო, ეს 3 წელი პრინციპში კი იყო ძალიან დიდი მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ის მხოლოდ 3 წელი იყო და იწყებოდა რაღაც ახალი, რაღაც ძალიან ისეთი, რომელსაც ადამიანები ალბათ რაღაც 100 წლების განმავლობაში ელოდნენ. აი ეს 90-იან წლებში რაც მოხდა. ამიტომ იყო ამ ხელა მოხდი ჩემი აზრით და ეს მართლაც არ ვიცი, პოლიტიკაა ეგ თუ რა არის მე არ ვიცი. მაგრამ კიდე ქონს საგანმანათლებლო ძალიან დიდი ასე ვთქვათ დატვირთვა ამას ყველაფერს, იმიტომ რომ ხალხ გადავხედეთ სტატიას, ფანტასტიკური. ეს იყო თვალის ახელის პერიოდი 80-იან წლების ბოლო. იმდენი რაღაცა ვისწავლეთ მაშინ და გავიგეთ, ხო, თვითონ თუნდაც საქართველოს რესპუბლიკა, პირველი რესპუბლიკა 18-20 წლების ისტორია და რა მოხდა და როგორ მოხდა რეალური, ხო? მე საერთოდ გარდა იმისა ძეგლებზე, რა ვიცი, ხუდონზე, დავითგარეჯზე, რამდენი რაღაცა. არც ეკლესია დიდუშელი. ფოტოები, მოძღვარის და ასე შემდეგ. არ იყო ადვილი საკეთებელი. ართული საკეთებელი. ის იყო იცი რაღაც ახალი უბრალოდ შენი რაც არის შენათავში მოარესტე ეს იყო ახალი ესე რომ ვთქვათ ალბათ ახალი საქართველოს დამატება აი ეს თავი საგანმანათლებლო იყო თუ რა ყველაფერი ერთად ეს ახალი საქართველოს დაიბადა 90-იან წლებში რომელიც ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე დასრულებული საქართველოს შექმნა და აი მაშინ იყო ეს უძლიერესი მუხტი რომელიც გეუბნებთ აი ჩემი პირადი ემოცია ამაზე რომ ვლაპარაკობ ხოლმე ძალიან ემოციურად განვიხდი ემოციურად ვდგები თვითონ ამასაც იმიტომ ეს 100 წლეულები გროვდებოდა ჩვენში სწორედ წავიდა, რამდენად სწორედ წავიდა, რაღაც შეცდომები დაუშვით. იყო, რომ ესენი უფრო მახსოვს, ვიდრე სხვა რაღაცა. და რა თქმა უნდა, თქვენ გააკეთეთ ფილმი ამის შესახებ, ხო? აი ამ კეთების დროს, კვლევის დროს, თუ გააკეთეთ რამე აღმოჩენა ესეთი. იცი რა, მე აი ამ პერიოდზე 90-იან წლებზე რამდენიმე ფილმი გავაკეთე. ძალიან კარგი ფილმები ვიცი. აი მაინც რაც არავინ არ იცოდა, აი ესეთი აღმოჩენები გვინდა რომ ვითხრათ, გავიზიაროთ. იცით რა არის აი აღმოჩენა რა არის როდესაც ამ ფილმების კეთება დავიწყეთ აქ ხო მაშინ ჯერ კიდევ ჩვენთან არ იყო დალაგებული ესე ვთქვათ სიტუაცია იმისთვის შეფასებები არ იყო დაწყებული 90-იან წლებში უბრალოდ ალბათ მე იმაში გამიმართლა რომ მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი ვის დაიწყო ამის შეფასება თუნდაც იგივე თბილისის ომზე როდესაც ვაკეთებდით ფილმებს 9 აპრილზე როდესაც ვაკეთებდით ფილმებს მე როგორ გავხსნებდი ხო გახსოვს მე ძინა ყველაფერი მახსოვს თუნდაც იგივე აი აფხაზეთის ომიც ხო ეს ყველაფერს გაგრძელდება პრინციპში შეფასება იგივე იმ პერიოდების მაგას ვიძახი ძალიან ბევრი შეცდომები ქონდა ძალიან ბევრი კარგიც გავაკეთეთ, მაგრამ თავარი საერთოდ ჩვენ წინ მივიდივართ და აი ეს მუხტი რაც არის, ხო? ხანდახან შეიძლება ნელდება გვეშინია რაღაც, მაგრამ მაინც ალბათ ძალიან დატვირთულია რა, 90-იან წლები ძალიან მაგარი წლები. ირმა, შეიძლება რაღაც ისეთ ბავშვურ კითხვას ვსვამ, მაგრამ მართლა ძალიან მაინტერესებს, მაშინ თუ გჯეროდათ, რომ საქართველოს მიაღწევდა დამოუკიდებლობას. რა თქმა უნდა. იცით, აი ეს თავის ესე იყო, ნამდვილად ესე იყო, იმიტომ რომ სხვაგვარად წარმოუდგენელი იყო ჩვენი ასეთი ჩართულობა, იცით, ჩვენ ძალიან გვჯეროდა, ძალიან გვინდოდა და აი რაც შეგვეძლო ვაკეთებთ. ალბათ ყოველ წელს ამ დროს როგორი განცდა გაქვთ წარმომიდგენია რა. ეგ ჩვენა უყევი ქონდა თამათ, მე ძალიან კარგად ვიცი და ვახსოვს. ნამდვილად. კარგი. იმას სტუმრები ხო? ვინ? შინაგან ხმას ესაუბრებ. უდუმალ ხმას. გარავინ არ იყო და ეხლა ყველანი არის. ზებუგიზის ხუშა. ეხლა ჩვენ ავთარებს დღევანდელ შუა დღეს ხვალინდელი რა თქმა უნდა ამის შესახებ მართლა შეგვიძლია საალკე დავждეთ მე დრო ვიპოვოთ და დავждეთ ძალიან ბევრი ვისაუბროთ ეს თოლღაში აგლუბია და რეპეტიციას გავდივარ მოგიშვილების ფორუმი რაი ეს სუხიშვილები ჩვენთვის ყველაფრის ძალიან საყვარელი და ნუ რა ვიცი რა ვთქვა სიტყვებით სამყოფნის ხვალ 100 მოცეკვავე დახურავს აღლუს იქნება საოცარი შტამბეშტავის სანახაობა მინდა წარმატება უსურვოთ მანამდე ჩვენთან იყვნენ დღეს გავიარეთ
პატარა რეპეტიცია და დარბაზის გადარჩა, ჩვენც გადარჩით. ძალიან თავშეკავებულად ისე დაახლოებით აგვიხატეს ის სურათი რაც იქნება ხვალ. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. ხვალ ვისვენებს, შუა დღე ისვენებს ხვალ. პარასკევს ესენი იქნებიან ეთერში. პარასკევს დიმას განვისვენ. ეს ერთი დღე მახატია. ჩემპიონთა ლიგის ფინალზე მიუგზავრები ისლანდიის ვულკანას უგამიშა, რა თქმა უნდა. ნახავთ, შუა დღე დამთავრებულია. კიდევ შენის კამემა დავწვა პარასკევს. და გაკეთებული მადლობა ერთ ამადავე.